2025 წელი ფეხბურთის სამყაროსთვის მხოლოდ თამაში არ ყოფილა. ეს იყო ემოციების, სკანდალების და დაუჯერებელი მომენტების აფეთქება. მოედნებზე ვიხილეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც გულშემატკივრები დაყო და ეპიზოდები, რომლებმაც ფეხბურთი კიდევ ერთხელ აქცია მსოფლიო შოუდ. მოულოდნელი ტრანსფერების საკამათო ვარის გადაწყვეტილებები და მატჩები, რომლებზეც მთელი პლანეტა საუბრობდა. ეს არის 2025 წლის ტოპ საფეხბურთო სიგიჟეები. მეხუთე ადგილი ნახევრად სარიელი ტრიბუნები საკლუბო მუნდიალზე. ტურნირი არსებითად იყო ტესტი მუნდიალის წინ, რომელიც მომავალ ზაფხულს გაიმართება, მათ შორის ამერიკაშიც და ძალიან სასურველია, რომ 2026 წლის მთავარ პლანეტარულ ტურნირზე იგივე პრობლემები არ განმეორდეს. ჯგუფურ ეტაპზე ზოგიერთი მატჩი სარიელი სექტორების ფონზე მიმდინარეობდა. გახსნით მატჩზეც კი, სადაც მესი მონაწილეობდა, ბილეთების სრულად გაყიდვა ვერ მოხერხდა. FIFA იძულებული გახდა ფასები შეემცირებინა, ზოგ კატეგორიის მაყურებლებისთვის კი ბილეთები ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად შეეთავაზებინა. მაიამიში სტუდენტებისთვის ადგილები $4 ღირდა. კიდევ ერთი უსიამოვნო შოკი. მატჩების შეჩერება ადგილობრივი კანონების გამო. იქ მოქმედებს მკაცრი აკრძალვა თამაშების ჩატარებაზე ჭექა ქუხილის დროს. საბოლოოდ ნორმა ასე ჟღერს. მატჩი უნდა შეწყდეს თუ სტადიონის ირგვლივ 16 კილომეტრის რადიუსში დაფიქსირდა ელვა. თამაშის განახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი საათის განმავლობაში ახალ ელვას არ დააფიქსირებენ. თუ ახალი ელვა გამოჩნდა, ათვლა ნულდება და ისევ მინიმუმ 30 წუთი უნდა ელოდო. გამოდის, რომ ჭექა ქუხილმა შეიძლება გვერდით ჩაიაროს, მაგრამ სპორტული პროცესი მაინც ირღვევა და ეს პაუზები აშკარა უპირატესობას აძლევს იმ გუნდებს, რომლებიც ზეწოლას განიცდიდნენ და შესვენება სჭირდებოდათ. ამან კი მრავალი მატჩის ბედი გადაწყვიტა. ვიმედოვნოთ, რომ კლასიკური მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მსგავსი რამ არ განმეორდება, თორემ საერთოდ გაუგებარი იქნება, როგორ უნდა უყურო და გააშუქო ასეთი ფეხბურთი. მეოთხე ადგილი რეალის საკლუბო ტელევიზია. ზოგადად ნორმალურია, როცა საკლუბო ტელევიზიას აშკარა მიკერძოება აქვს. წამყვანებსა და კომენტატორებს არ სჭირდება ჟურნალისტიკის ოქროს სტანდარტების დაცვა, მათ არ მოეთხოვებათ ნეიტრალურობა, პირიქით უნდა დაიცვან საკუთარი კლუბი, ნებისმიერ შემთხვევაში იყვირონ მსაჯობის უსამართლობაზე. მცირე საბაბიც კი გამოიყენონ მეტოქეზე, განსაკუთრებით პრინციპულზე შეტევისთვის. მაგრამ სამეფო კლუბის ტელევიზიამ ბოლო დროს ზღვარს გადააბიჯა. უფრო სწორად რომ თქვათ, ბლანკოსის ტელევიზიამ ღიად დაიწყო მსაჯებზე ზემოქმედების მცდელობა და არა მხოლოდ ფაქტის შემდეგ კრიტიკა. როგორ ხდება ეს? რეალი ტივი წინ თითოეულ მსაჯზე აქვეყნებს გარკვეულ დოსიეს, აშკარად ნეგატიური აქცენტით. შეცდომიანი და უბრალოდ სადავო გადაწყვეტილებების მონტაჟი, რომელსაც წამყვანის შესაბამისი ნარატივი ახლავს. ეს უკვე პროპაგანდაა და მეტიც ფსიქოლოგიური ბრძოლა. ანუ არბიტრს მატჩამდე უკვე უნერგავენ დანაშაულის განცდას. კულმინაცია გახდა მსაჯების საპასუხო ნაბიჯი, პრესკონფერენცია, რომელიც ელ კლასიკოს წინ გაიმართა. მასზე რეფერიმ რიკარდო დე ბურგოს ბენგუეჩიამ, რომელიც მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის ესპანეთის თასის ფინალზე იყო დანიშნული, ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან თქვა, რომ მის შვილს სკოლაში მამის სიკვდილით ემუქრებიან. უბრალოდ რეალი ტივიმ საბოლოოდ დაკარგა საზღვრები და ყველას უტევს მხოლოდ იმისათვის, რომ ნებისმიერი მსაჯი, რომელიც რეალის მორიგ მატჩს ემსახურება, შიდა წონასწორობიდან გამოიყვანოს. მესამე ადგილი ყველაზე არაკონკურენტული ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ეს იყო სრული იმედგაცრუება. ფავორიტის სასარგებლოდ 2-0 უკვე მე-20 წუთისთვის. ამ ფინალამდე 6 წლის განმავლობაში გადამწყვეტ მატჩებში ძალიან ცოტა გოლი გადიოდა. ისევ გააქტიურდა სტერეოტიპი, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა რთულია, ხოლო თუ გაიტანე, მერე უბრალოდ უპირატესობის დაცვაა საჭირო. ყველა იმ 6 შეხვედრაში მშრალი გამარჯვებები იყო, 1-0 ან 2-0, ხოლო აქ 5-0 ცალკარში. სამწუხაროდ ეს ფიასკო დაემართა ინტერს, გუნდს, რომელმაც გმირულად გადალახა დაღლილობა და რომელიც გათამაშებაში ყველაზე ასაკოვანი იყო, მაგრამ ყველაზე ბოლო და მთავარ მატჩში უბრალოდ დაიშალა. ეს მაშინ, როცა ინძაგიმ თავის ბოლო სეზონში აქცენტი სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. ნებისმიერ შემთხვევაში ფინალში რაღაც უნდა მოეფიქრებინათ საოცარ ფორმაში მყოფი PSG-ს წინააღმდეგ. ინძაგი ვერ გასცდა ჩვეული აზროვნების ჩარჩოებს და როცა თამაში ვერ აეწყო, ვერაფერი შეცვალა. ინტერი დროის უმეტეს ნაწილში საკუთარ ნახევარზე იყო ჩაკეტილი. იღებდა დარტყმებს კარის მიმართულებით და ვერაფრით მოახერხა ფრანგების გაოცება. საბოლოო სურათი ისეთი იყო, თითქოს ფინალში სხვადასხვა დივიზიონის გუნდები შეხვდნენ. ფეხბურთის გულშემატკივართა საღამო ინტერის წინააღმდეგობის უუნარობამ გააფუჭა. მეორე ადგილი ლივერპულის სარეკორდო, მაგრამ უშედეგო სატრანსფერო კამპანია. ოდითგან მერსესაიდელების სუპერძალა ზუსტი ტრანსფერები იყო, ახლა კი კლუბს ისტორიული მიღწევა ეკუთვნის. ზაფხულში თითქმის 9 მილიარდი დახარჯეს და ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ორჯერ მოხსნეს პრემიერ ლიგის რეკორდი ერთ ფეხბურთელში გადახდილი თანხით. თითქოს ხელმძღვანელობას შოპოჰოლიზმი დაემართა და რაც მთავარია, სუფთა სპორტული ლოგიკაც ძლივს იკითხებოდა. თუ ერთდროულად ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგზე ფრიმპონგს და მარცხნივ კერკეს აყენებს, ჩნდება კითხვა.
ვინ უნდა დაიცვას? გუნდში ერთდროულად მოდიან ისაკი და ეკიტიკე. ორივე ძლიერი და ძვირი თავდამსხმელია, მაგრამ ერთ პოზიციაზე თამაშობენ და ტიპაჟითაც გვანან ერთმანეთს. აქედან ერთ-ერთი 100 მილიონიანი სათადარიგო აღმოჩნდა. ამასთან სათანადოდ ვერ გააძლიერეს დაცვის ცენტრი. 18 წლის ჯოვანი ლეონი ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ახლა ფაქტობრივად არავინ დარჩა ვან დაიკისა და კონატეს შემცვლელად. ჩანს, რომ ამდენი ტრანსფერი რომ არ ყოფილიყო, ლივერპული შეიძლებოდა პრემიერ ლიგის ლიდერთა შორის დარჩენილიყო. სლოტის ჩემპიონობის სეზონში გუნდური მექანიზმები იდეალურად მუშაობდა, ახლა კი ყველაფერი დაინგრა, რადგან მწვრთნელს ახალი გუნდის აშენება მოუწია ძვირადღირებული ახალწოვრების ინტეგრაციით და ის უბრალოდ ვერ ხვდება, როგორ მოათავსოს ყველა ვარსკვლავის შემადგენლობაში. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ლივერპულის ხელმძღვანელობა ბიუჯეტებს უკიდურესად გონივრულად მართავდა. 2025 წლის ზაფხულის ფანჯრის დროს კი როგორც ჩანს, საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. მსოფლიო ფეხბურთის რეკორდული თანხები დახარჯეს და ამით ჩემპიონი გუნდი დაანგრიეს. ახლა კი რეალური რისკია, რომ ევროთასებზეც კი ვერ მოხვდნენ. პირველი ადგილი ვარსკვლავები, რომლებმაც 2025 წელს საკუთარი თავი გუნდზე მაღლა დააყენეს. დავიწყოთ რობერტ ლევანდოვსკით, რომელიც პოლონეთის ნაკრებში ულამაზოდ მოიქცა. მოცემული გარემოებებისა და მთავარი მწვრთნელის მიმართ ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით მან მიიღო გადაწყვეტილება დროებით უარი ეთქვა ეროვნული ნაკრების თამაშებზე, სანამ ის ამ პოსტზე იქნებოდა. ეს განცხადება რობერტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ივნისში გაავრცელა. ეს იყო პასუხი კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევაზე, მას შემდეგ რაც მან მცირე ტრამვის გამო ნაკრების შეკრებაზე არ ჩასვლა არჩია. რობერტი პოლონელ გულშემატკივრებში უკიდურესად პოპულარულია და საბოლოოდ სწრაფადაც მიაღწია თავისას. მთავარი მწვრთნელი პრობეჟი პირველი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევანდოვსკი მაშინვე დაბრუნდა და კვლავ დაიბრუნა კაპიტლის სამკლაური. თუმცა ნიდერლანდებთან მთავარ კონკურენტთან ორივე მატჩში გოლი ვერ გაიტანა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჯგუფში პირველი ადგილისთვის კი გამარჯვება იყო საჭირო. შედეგად პოლონელები პლეი-ოფში აღმოჩნდნენ და არსებობს რისკი, რომ 2014 წლის შემდეგ პირველად დიდ ტურნირზე ვერ მოხვდნენ. მეორე ანტიგმირი კი ვინისიუსია. რეალმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მაშინვე ჩემპიონატის ფავორიტად ჩამოყალიბდა. ბოლოს და ბოლოს კლასიკოებში წარუმატებლობების სერია შეწყვიტეს, მაგრამ სწორედ ბარსელონასთან მატჩში ვინისიუსი შეცვალეს და მან პირდაპირ მოედანზე უკიდურესად უსიამოვნო სცენა მოაწყო. ჯანდაბა, გუნდიდან მივდივარ. ყვირო და ბრაზილიელი და მაშინვე ტრიბუნების ქვეშ გაუჩინარდა. და ეს არ იყო დამამცირებელი შეცვლა. უფრო ტაქტიკური გადაწყვეტილება თამაშის ბოლოს. ვინისიუსმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა თანაგუნდელების კლუბისა და პრეზიდენტის მიმართ, თუმცა თითქოს განზრახ დაავიწყდა მთავარი მწვრთნელის ხსენება. ერთ თვეში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ულტიმატუმს აყენებს, ან ის, ან მწვრთნელი. ვინისიუსის შემდეგ სხვა ფეხბურთელებმაც დაიწყეს მწვრთნელზე შეტევა. დიდ კლუბში საკმარისია ერთმა დაიწყოს და ეს უკმაყოფილების შხამი მაშინვე მთელ გასახდელში ვრცელდება. რეალი ქულებს კარგავს, მთავარი მწვრთნელი ნერვიულობს და მის წინაშე უკვე გათავისუფლების პერსპექტივა ჩნდება. შედეგები კი ნათლად აჩვენებს, როგორ იმოქმედა გუნდზე ამ სკანდალმა. თუ კლასიკოს მოგების შემდეგ რეალი ბარსელონას 5 ქულით უსწრებდა, ახლა 9-ში ერთით ჩამორჩება. მას შემდეგ 3 მარცხი და 3 ფრე 10 მატჩში ყველა ტურნირზე. ალონსოს ავტორიტეტი გასახდელში სწორედ იმიტომ შეირყა, რომ ვინისიუსი სათანადოდ არ დაისაჯა. ეს დაინახეს სხვა ვარსკვლავებმაც და მთავარი მწვრთნელის ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა. ორივე ზემოთ ჩამოთვლილ ისტორიას ერთი საერთო აქვს. ასეთ დიდ ვარსკვლავებს არ სურთ დისციპლინური სასჯელის დაკისრება, მაგრამ ლიდერების ეგოიზმს გუნდი კარგ შედეგამდე არასდროს მიყავს. საბოლოოდ ყველაფერი ხაბი ალონსოს გათავისუფლებით დასრულდა, რომელსაც რეალში მუშაობა უბრალოდ არადროვეს.